ინვესტორი როგორ მოძებნე შენი ბიზნესისთვის, შენ ახსენებ, რომ შენ ყავდა ჩინელი ინვესტორი. ინვესტორის მოძებნა როგორ ხდება ეს შენ შემთხვევაში როგორი პროცესი იყო? ძალიან საინტერესო რაღაც მინდა თქვა, კორონას შემდეგ, ყველაფერი დაკეტილი რო იყო აბსოლუტურად, დაიწყეს რუსეთმა ომი უკრაინაში, იმ პერიოდში საქართველოს გახდა ძალიან აქტუალური რა. საქართველოს გახდა ჰაბი რა, გახდა ძალიან დიდი დეფიციტი ნაწილების რა. და მაშინ ქონდა მაღაზია ახალი გაკეთებული. სხვათა შორის აი დუბაის ნაირად რა. ეხლა დღესაც რო შეხვიდე მაღაზიებში, ხო, ვერ ნახავ ისეთ ვიზუალს, როგორიც ჩემ მაღაზიაში. შეიძლება კი მოძველდა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე გავაკეთე შეღებილი ბამპერებით და რაღაცებით, ხო, იმ პერიოდში ეს ძალიან გავარდა ესე რო ვთქვათ რა და აუ ვა, ეს რა არის რა. აი შე რო გიყვარს თქვა, ვაუ ეფექტი რა, ვაუ ეფექტი გააკეთა ზუსტად რა. ეს ყველაფერი მე წავიდა Instagram-ზე, წავიდა Facebook-ზე. დღეს ტელეფონს ყველა იყენებს, ხო და სოციალურ ქსელებს ყველა იყენებს რა და ერთ-ერთმა მომწერა მოკლედ. კითხა მაღაზიის შესახებ, საიდან შემომქონდა, როგორ შემო, უთხარი თქვა ჩინეთში ამოსყიდლობა. მეუბნება რომ მოდი ჩვენ შევხვდეთ. ეს ჩინელი გწევს. ჩინელი მწერს, ხო, მოდი ჩვენ შევხვდეთ. ანუ სოციალური მედიით მოხდა რეალურად. შენ რაღაცეები დაპოსტე, რაღაცეები გააცნე. ცირა არის, ხო, იმაზე რომ გაუშვი, რა ქვია, რომ დაუბუსტე, ესე რო თქვათ რა. ანუ ეთყობა ვიღაც სადღაც ამოგდო ეს ყველაფერი, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ეს ჩინელი მუშაობდა იქ იმ ქარხანაში, რომელ ქარხანასთან მე თანამშრომლობდი ისედაც. უბრალოდ ეს ჩინელი წამოსული იყო ამ ქარხნიდან, გააკეთა თავისი სხვა, რო დაინახა რომ ვა ეს კომპანია ნახე დღეს უკვე რა ხოთზე უნდა ყოფნა ესე რო თქვათ რა. ამიტომაც დამეკონტაქტა და ადამიანი მეუნება რომ მე მაქვს ახალი დაწყებული ესე თქვათ წარმოება. მოდი რა, ფასებს გეტყვი და მოდი ვიმუშაოთ ისე რომ მე ვიყო ინვესტორი შენთან რა. მე ვეუბნები კი ბატონო, ოღონდ მოდი ჯერ გამაცანი შენ რა პროდუქცია გქ, იმიტომ რომ ნახე როგორ არის საერთოდ ყველა ცდილობს რომ თავის სასურველ ფასში მოკიდოს. შენ სასურველ ფასში კი არა. ამიტომაც რაღაცები ჩამოყალიბდით, მიწოდება მოწოდების იმებზე ჩამოყალიბდით რაღაცა კონფიგურაციებზე და ამ ადამიანმა თქვა რომ კი ბატონო მე მაგვაყოფილებს შენი პირობები, ანუ რომ გამოუშვა ჩემი პროდუქცია საქართველოს, შენ გაყიდო შემდეგ მე თქვა გადაიხადო